გამარჯობათ მეორედ ვინც პირველად უყურებს იმათაც გამარჯობათ და სულ ყველას გამარჯობა მოკლედ რა. სამსაკლე 20 წუთი. ეხლა მოველი დაბლიდან რომ უბრალოდ ხელი შევავლო ოთახს, თორე აი არაფერი ისეთი რა, ბალი შემდეგით რაღაცები გასასწორებელი. და მინდა რომ ტვერსასრუტი ჩავთა. თქვენ დიდხანს არ შეგაწყენთ, ანუ არ მოგაწყენთ. იმიტომ რომ რაღაცა აი ეხლა საჭმელს ვაკეთებდით, ან პლუს წყალი მოვიდა. სამსახურის რაღაცები დავრეცხე ხელით, რომ არ მოსულან საერთოდ წამალი არ მოუტანიეს და ვაი და გაშრობა ვერ მოასწროს თქო რა. კი გავაშრობ მე საღამოს გვიან აქ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ არ შემოუტანოს შიგნით ეგენი რა მაინც. ხო და საჭმელს ვაკეთებდი რომ მორჩე მეთქი უცხოთ ვერ მიშელი მიდგა რა, დაუბრაწე რაღაცა და ავალ მეთქი რომ აი ესე უბრალოდ ხელი შევლებით რაღაცები გავაკეთო. და მანამდე ვიცი ხოლმე ან საჭმელს რომ ვაკეთებ რაღაცა რომ TikTok-ს ვთავ ხოლმე რომ აი ესე რა დროის გაყვანის მიზნით ხელები ამექავა. ხო და ჩავრთე TikTok-ი. არ ვიცი, აი აქ მეჯდა ბოღმა. არა, ბოღმა არა. აი ტირილი რო გინდა ადამიანს და ისეთი რაღაცები ვნახე, იმდენ ადამიანს ედო ძირითადად საქართველოდან გადაღებული, რომ ღმერთო გული მომიკვდა. ამდენი შრომა, ამდენი ჯაფა, ამდენი ენერგია, ამდენი ვალი. კუდი დავიფარე. ხაი ადამიანი რო ხალისიც და იმით აკეთებ ოჯახის სარჩენად მაგას. ბარემაც რო გეზარება, მაგრამ სხვა გზა რო არა გაქვს რაღაცა. იმიტომ რომ უნდა იმუშაო. სულ იმას ამბობენ სოფლის მეურნეობაო, აღარ მიდის წინო და რაღაცაო და აღარავინ ამუშავებსო. წავიდაო ყველა სოფლიდანო რაღაცა ხო არის ეგეთი სინათქვამი აღარავის არ უნდაო, მაგრამ რამდენი კაცი ვინც სოფელში მუშაობს და ისევ მაგით ჭამენ პურს და მაგით მოღვაწეობენ და მაგით არსებობენ. თქვენ იცით რომ ამ დღეებში, რა ვიცი, ბევრგან ახლა ზოგან თოვლი მოვიდა და ზოგან რა საოცარი -6-მდე ავიდა ყინვა და არ ვიცი, ეგეთი ვიდეოები აქამდე არ მინახია. აქამდე არ მინახია კი არა, ახალი დადებულებია და როგორც ცდილობს ხალხი თავისი ძალით, თავისი შესაძლებლობებით რაც აქვთ, რომ გადაარჩინონ ეს ყველაფერი ამ ყინვისგან. ესე იგი, გუშინ ხო ვთქვი კიდეც, რომ ჩვენთან თოვლი მოდიოდა. რაღაც მომენტში მაგრათითო, მერე წვიმის სახით იყო და საღამოს მზე იყო. და ჩვენთან ესეთი ლაითად არის, სხვაგან ესე იგი მძაფრად არის, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა რომ მოდის ეგრეა ხოლმე რა, ანუ რაღაცა კახეთისკე ან გორისკე რაღაცა უფრო მეტი, ანუ ყინვა და რაღაცა ეგეთია ხოლმე რა, ტრადიციულად ეგრეა. აი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ესეთი რაღაცა და ამდენ ზარალს ნახავდა ადამიანი და აი გული მომიკვდა რომ დავინახე როგორ ებრძვიან, როგორ ცდილობენ რომ ეს თავისი აი საკუთარი ხელებით მიბმული, დამუშავებული, გახარებული ვაზი, მარწყვი, ატამი, თხილი, ვაშლი. ხო, ბევრი პამიდორი და ეგეთი რაღაცეები კიდე პარნიკებში ხალხს. როგორც ცდილობენ რომ ეს ყველაფერი გადაარჩინონ და აი არ ვიცი კიდე ენით ავუღწერელი და იმდენი ვიდეოები დევს და ხა ფიზიკურად ყველას ხო ვერ შევკრებავდი და რამდენიმე გადამოვწერე რომ განახოთ რამხელა ზარალი ნახა ხალხმა და რა უბედურობა ეს, რა გააკეთო, წარმოიდგინეთ ჯერ ის რომ გაუნადგურდათ, ანუ შემოსავალი მთელი წელი რიც უნდა იარსებონ აღარ აქვთ. აი ესენი მტკივა ნერვიულობისაგან გეფიცებით რა. ეს რომ შემოსავალი არ არის, ეს რომ წვალებად დარჩა და ჯაფა და რავი რომ ჩაკვდნენ ადამიანი მიწაზე მუშაობი და ერთხელის მოსმით აღარ აქვს.
გაუნადგურა ბუნებამ, აი დაუნდობელია ეს სტიქიები მოკალეთ და ეს ყველაფერი, ანუ რა არიცი რა მოხდება და რა გადატრიალდება. აი არ ვიცი, სერიოზულად მინდოდა რომ გამეთიშა უკვე და აი ვეღარ შევდე რომ ყოველი მეორე ვიდეო ხდებოდა ეგ და აი ხალხი ტირის ხალხნო. მარტო საქართველოში არ არის თან ეს. ახლო-მახლო სადაც ესეც სოფლის მეურნეობას ეწევიან განადგურებულები არიან და ჯერ ეს ამდენი ჯაფა და ის როგორც წეღან თუ შემოსავალი რომ უნდა მთელი წლის მანძილზე ოჯახიც უნდა ერჩინა ადამიანს და პლუს ხარჯი უნდა ჰქონოდა რომ ებრუნა ეს და მომავალ წელს და ეთესა თუ მოიყვანა თუ მიეხედა ამოსავლისთვის და პლუს გინახიათ საქართველოში ვამბობ ხა მე რა ვიცი რა ხდება იქით საქართველოში ადამიანი ოჯახი ვისაც ბანკის ვალი არ აქვს თუ გინახიათ ბედნიერი ის ადამიანი შეიძლება 1000-დან ერთს არ ქონდეს და როდესაც ესე დიდ რაღაცას ეჭიდებიან ხოლმე ეს სოფლის მოსახლეობა და ეს გლეხები და ფერმერები და ესენი ძირითადად ბანკის წამოიკიდებენ ხოლმე და ამით მუშაობენ რა და ეს რითი უნდა გადაიხადო არ ვიცი აი მე რო იტყვიან რომ აი ეს რა აიო რა რაღაცაო რა ამხელა დილანდელ ფასთან დაკავშირებით ვამბობ კიდე რომ გლეხი რო აი რაც შერჩა და იმას რომ უნდა ცოტა ძვირად გაყიდოს რომ რაღაცა ხელი მოინაცვლოს და ან მე რომ მივალ და კაიო რა რაღაცაო რა და იმ რა ამხელა ფასიაო და ამასობაში ადამიანი ერთს რო ყიდის 100 გაუფუჭდა იმას და რა გააკეთოს ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ესეთ ხალხს დაეხმარება ჩვენი თავრობა რომ ამოისუნ თქონ არ ვიცი აი წეღან ვფიქრობდი მე რომ ესეთ შემთხვევაში ვიყო და ავიღო სულ ცოტა 50000 ლარი კაი 30 იყოს 20 იყოს იმედი მაქვს ვიმუშავებ რაღაცა და გადავიხდი ამით ფულს და უცბად ჰოპ რაჭკვაზე არიან რაჭკვაზე ხალხ მაგრად მაინტერესებს როგორ არ უსყდებათ გული აი ნერვიულობისაგან ძალიან დიდი იმედი მაქვს ბევრს აღარ გავაგრძელებ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თავრობა არ შეიბერტყავს ერთმანეთის დაჭმით რო არიან გადასულები არ შეიბერტყავს ყურს და ამ ხალხს მიხედავს იმიტომ რომ ამას პერსპექტივა ის კონდეს რომ მეორე წელს ჰქონდეს იმის სურვილი რომ აი ხარში მიდგა ვიღაც და რაღაცაში მაინც წამეხმარა და მოდი კიდევ ვცდი წელს რო გავუფუჭდა ის მეორე წელს აღარ გააკეთე ჯერ ისევ გული გაუსკდება ადამიანს და არ ვიცი აი ესეთი კეთილი ინებეთ თავრობაში ვინც ხართ და რაღაცა მიხედეთ ესეთ ხალხს რომ ჯერ ის რომ ჩვენი ხილი საუკეთესო ხილი რომელიც სხვადასხვა ისადაც ის ვაშლია თუ ის ჩვენ კი რო ჩამოდის ხოლმე გორიდან ყიდულობთ ხოლმე ვაშლს და რაღაცა მაგრამ ძალიან ბევრმა ვიცით უკვე რომ ჩვენი კარგი პროდუქტი საზღვარს იქით გააქვთ და რაღაცა უბედურება შემოაქვთ ამას წინათ დედამ სამსახურში მოიტანა ვაშლი უბრალოდ მე რომ მივედი ორშაბათს ვაშლი იყო იქ და რატო არ ჭამეთო ესე უგუში მოვიტანებ გავრცქვენიო და რატო არ ჭამეთო და ავხადე და თქვენ გინახიათ აი კაი ვაშლს რომ გაიზეს რა ქვია გავწქვდი და დაჭრი და სადღაც 9 საათში ვაშლს რა მოსდის ფერს იცვლის ხო წინა დღის რომელიღაცა ქსელურ მარკეტში იყიდა რა არ მახსოვს რომელში წინა დღის გაფრცქნილი და დაჭრილი ვაშლი იყო მწვანე ხას ანუ იმ წუთას რო გაჭრი ისეთი და ჩვენ ეს პროდუქტი გააქვთ და მოწამლული და რაღაცა უბედურება შემოაქვთ ჯერ ეს კიდე აი პატრონი არ ყავდა ის ყველაფერი აი არ ვიცი ნახეთ კადრები თქვენს და ნახავთ ხალხი რა უბედურ დღეშია და როგორ გამოვა მდგომარეობიდან არ ვიცი ალბათ რა ღმერთმა იცის მარტო და კაცმა არ იცის რამდენ ათასებზე აქ ლაპარაკი და კაცმა არ იცის ამ ნერვიულობას კიდე რამდენი ადამიანი გადაყვება არ ვიცი ნახეთ და თქვენ თვითონ გამოიტანეთ და სკო